ბავშვებში თანკული სწორი ფორმირებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პატარა ასაკიდანვე ღეჭვითი მოძრაობების სწორად შესრულებას. აქედან გამომდინარე, ბავშვებს, რომლებსაც უკვე ყველა სარძევე კბილი პირის ღრუში აქვთ, აუცილებელია მივცეთ გადაუმუშავებელი საკვები, რათა კბილებმა და საღეჭმა კუნთებმა თავისი ფუნქცია შეასრულონ. და სადღაც უკვე მოზარდობისთვის, ანუ სკოლამდელ ასაკში 4 წლისთვის გქონდეთ კარგი ფიზიოლოგიური მზაობა მუდმივი კბილების ამოსაჭრელად. ამას როგორ უნდა მიხვდეთ? ამ შემთხვევაში სარძევე კბილებს შორის გაჩნდება სივრცეები, რაც ძალიან კარგია. ანუ ყბაკულთა სისტემა ემზადება მუდმივი, უფრო დიდი კბილების ამოჭრისთვის. და აქვე ისიც მინდა დავამატო, რომ სარძევე კბილების ამოჭრისთანავე სასურველია მათზე ზრუნვა და აუცილებელი. მაშინვე უნდა დავიწყოთ ამ კბილების მექანიკური გასუფთავება, ანუ გამოხეხვა ჩვეულებრივად დილას და საღამოს. რამდენი კბილიც ექნება პატარა სპირის ღრუში, აუცილებლად ეს კბილები უნდა გასუფთავდეს ჯაგრისის და შესაბამისი ასაკის კბილის პასტით. მაქსიმეს პირველი კბილები დაახლოებით 5 თვის ასაკში ამოიჭრა და შემდგომ უკვე ნელ-ნელა შემოვიტანეთ მენიუში მყარი კვებაც, ბუნებრივ კვებასთან ერთად. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ რეკომენდაციებს, რომ მივყვეთ, რასაც გვაძლევენ როგორც პედიატრები, ასევე სტომატოლოგები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირადად მე ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები დოზით მიიღოს, ასე ვთქვათ, პიურეების ან დაბლენდერებული სახით საკვები, ან სუპის სახით და შედარებით უფრო მყარი სტრუქტურის მქონე კვებასაც შეეჩვიოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამომდინარე, რომ ამ დროს ვითარდება საღეჭი კუნთებიც. საბოლოო ჯამში კი აი სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს სწორ თანკბილას და ასევე ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ თუნდაც მეტყველების შეფერხებასთან დაკავშირებული პრობლემებიც ავირიდოთ თავიდან.